ლილოს დასახლებაში 40,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება, კეთდება ბეტონის ბორდიურები და ეწყობა ტროტუარები. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა და ადგილობრივებს შეხვდა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ყველა რაიონში გზების რეაბილიტაცია 2 წელიწადში დასრულდება. წყალკანალის მილებია ბოლომდე გამოსაცვლელი და ასფალტი იგება და მილების გამოცვლის პარალელურად ასფალტიც დაიგება და ტრანსპორტის საკითხი ჩანგრეულია 20 წლის წინ ჩაინგრა ხიდი, რომელიც მას პრაქტიკულად ჩიხურ მდგომარეობაში მოაქცია ეს ნაწილი. პრობლემები ბევრი გვაქვს, ამიტომ ჩემი მოვალეობაც ერთ-ერთი მთავარი სწორედ ის არის გავიარო ყველა უბანი, რასაც მუდმივად ყოველწლიურად ბუნებრივია ვაკეთებ და ახალ-ახალი პრობლემები ან ძველი დაგროვილი პრობლემები ერთად გავეთ. ძალიან კარგად ვიცნობ რაიონის პრობლემებს, იმიტომ რომ ვარ რაიონის მაცხოვრებელი, ვიცი თუ რა პრობლემებია, როგორც კომუნალური, ასევე სოციალური მხრივ და ჩვენი უპირველესი მოვალეობა იქნება გამგეობის, რომ ის პროექტები და პროგრამები, რომელსაც გამგეობა განახორციელებს, მაქსიმალურად მოსახლეობამდე იყოს მიტანილი და დღევანდელი დღეც მაგასთან დაკავშირებით შევიკრიბეთ, რომ ეს ქუჩა, რომელიც დიდი ხანი არ ხელშეუხებელი იყო, მოსახლეობისთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა, მეთქოდა სამუდამოდ მოწესრიგდეს და ადამიანებმა ნორმალური გადაადგილების საშუალება, ადამიანებს ნორმალური გადაადგილების საშუალება ჰქონდათ. ღელეები მოდის აქ, აკეთებენ, ვიძახებთ, უხარისხოთ, ისევ გადავლის მიდი მანქანა თუ რაღაც ისევ წყდება, თუ წყდება ის მილი არ ვიცი ახლა ვერ მაგაში, ვრეკავთ ყოველ კვირა, დღესაც დავრეკე მე თვითონ. ტრანსპორტი გვიჭირს ძალიან დიდი დასახლება ხლა არ ჩანს აქ, მოხუცეს მაღაზია ტრანსპორტში რო ავიდნენ და ჩავიდნენ ბაზარში რაღაც იყიდონ, იმის საშუალება არა.